საღამო მშვიდობისა, ეთერშია სოლიდარობის დრო TV4-ზე და გადაცემას გაუძღვები მე დავით ახვლედიანი. ჩვენ დღევანდელი სტუმარი გახლავთ პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის თავმჯდომარე მიხეილ ჟღენტი. საღამო მშვიდობის ბატონო მიხეილ. საღამო მშვიდობის ბატონო დავით, საღამო მშვიდობისა პატივისცემულ ტელემოყურებლებს. დავიწყოთ იმით, რომ თბილისში იმყოფებოდა ევროპარლამენტართა დესანტი. მართალია მცირე ზომის და გაქანების და ძირითადად ისინი შეადგენდნენ ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენლებს, ანუ ლიბერალები, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებს და ამ პროცესს, რასაც ჩვენ ვაკვირდებით და ვხედავთ. ამასთანავე შეხვდნენ სალომე ზურაბიშვილს, გააკეთეს ჩამოარიგეს განცხადებები, რომ მხოლოდ მას ცნობენ ერთადერთ ლეგიტიმურ ინსტიტუტად, ანუ სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობას მხარს უჭერენ, მიუხედავად იმისა, რომ აგერ 2 დღეში უკვე ახალი პრეზიდენტი იქნება არჩეული და აქვე გარდა ამ რასას განცხადებებისა მარკო მიხელსონის განცხადებაც მომხდა თვალში, ეს გახლავთ ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ისიც ანალოგიურად მხარს უჭერს აქ მიმდინარე პროცესს და ყველანაირად ცდილობენ, ჩავიკითხავ უფრო კონკრეტულად, დასავლეთის ქვეყნებმა არ უნდა აღიარონ საქართველოს არალეგიტიმური პარლამენტის მიერ პრეზიდენტის არჩევა. ერთადერთი ლეგიტიმური კონსტიტუციური ინსტიტუტი არის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ანუ ესეც იგივეს ამბობს. ბატონო მიხეილ, თქვენ როგორ ფიქრობთ, ანუ ამ ბატონების ვიზიტის პარალელურად კიდევ იყო ესეთი ორკესტრირებული დღეს IT სფეროს წარმომადგენლები გამოვიდნენ რუსთაველის გამზირიდან აუყვნენ ფილარმონიას მელიქიშვილს, იქ ძველი ჰიპიც გამოეუცნაურა მათ გიული ჩოხელი, დროშაც დაუქნია, იყო შეძახილები, იყენებენ ამ თავიანთ საყვირებს და ასე შემდეგ. თქვენ როგორ შეაფასებდით ამ მიმდინარე პროცესს, რამდენს ხანს გასტანს ეს ყოველივე? კიდევ ერთხელ მოგესალმებით. პროცესი მიმდინარეობს დაბალ ცეცხლზე გადავიდა, ახლა დაბალ ცეცხლზე დასვეს დასავლელებმა ეს პროცესი, მაგრამ მე რას მინდა მივაქციო ბატონო დავით და პატივისცემულ ტელემოყურებელს ყურადღება, რომ ეს არჩევნები დასავლეთმა ნახევარი ყბით ცნო, მეორე ნახევარით არ ცნო. ჩვენ ვერ დავინახეთ პირველივე დღეებში მკაცრი განცხადებები და მკვეთრი განცხადებები, რომელიც მოასწავებდა იმას, რომ დასავლეთი არ აღიარებს ამ არჩევნებს და ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს 2013 წლის არჩევნები, როდესაც ორკესტრირებულად კი არა, პირდაპირ განცხადებები გაკეთდა დილით, რომ ეს პარლამენტი არის არალეგიტიმური და არ დარჩენილა არც ერთი დასავლური საელჩოს წარმომადგენელი, დასავლური ქვეყნის წარმომადგენელი და არ დარჩენილა არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის რეზოლუცია, გადაწყვეტილება თუ განცხადება და მეორე დღეს უკვე ნათელი იყო, რომ ეს პარლამენტი 2003 წელს არჩეული პარლამენტი არ იქნებოდა ლეგიტიმური და რევოლუციას დაუდეს საფუძველი. ამ შემთხვევაში ჩვენ რას ვხედავთ? დასავლეთმა ესეთი განცხადება გააკეთა, რომ ეხლა თქვენზე არისო, ქართველებზეო, რამდენად დაგვანახებთ თქვენ მზაობას, რომ არ აღიარებთ ამ არჩევნებს, იმის მერე ჩვენ გადავდგავთ შემდგომ ნაბიჯებსო. ჩვენ გვახსოვს არჩევნებიდან დაახლოებით 1 კვირის 10 დღის თავზე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რამდენიმე სხვადასხვა ტიპის განცხადება იყო. იქ იყო საუბარი დარღვევებზე, იქ იყო საუბარი, რომ დემოკრატიულად კი ჩატარდა, მაგრამ რაღაც ანუ რის თქვა მინდა კაფიოთ დასავლეთმა ეს არჩევნები არ დაგმო და ამ არჩევნების არლეგიტიმურობა გადმოიტანა ქართველი აი იმ ლიბერალური დაჯგუფებების ზურგზე და მათ უთხრა, თქვენ თუ შეძლებთ ხელისუფლების დამხობას, ამ შემთხვევაში ჩვენ ამაში დაგიდგებით გვერდში და ვიქნებით თქვენი თანამენახელი. ანუ ისინი ვინც დღეს აქ ჩამოდიან, ნახეთ აი როგორი შემადგენლობა არის. საკმაოდ მრავალფეროვანი, მაგრამ საკმაოდ დაბალი დონის პერსონები სტუმრობენ საქართველოს, რომლებიც გამოირჩევიან აბსოლუტურად საქართველოს მიმართ ტრადიციულად ანტირუსული რიტორიკით და საქართველოს მიმართ არამეგობრული კი არა, ტენდენციურ დამოკიდებულებით. ესენი არიან არა საქართველოს, არამედ ყოფილი მმართველი პარტიის ნაციონალური მოძრაობის და მათი ანასხლეტების გულშემატკივრები. ერთ და იგივე გვარები, ერთი და იგივე ქვეყნები, ერთ და იგივე ორგანიზაციები ხდება ჩვენ
აი ამ ასე ვთქვათ მოძრაობაში და ეს ნიშნავს იმას, რომ თავად დასავლეთი ბოლომდე არაა დარწმუნებული, რა შედეგს მიიღებს აქ. წინააღმდეგ შემთხვევაში მერწმუნეთ, აქ რომ იყოს დაახლოებით 2003 თუნდაც 2008 ან 12 წელი, ხო? აქ ისინი კურთხევას მისცემდნენ გადატრიალებას და ძალისმიერ მეთოდებით პარლამენტში შესვლაზე. იდგნენ რაღაცა გარკვეული პერიოდი ქუჩაში, ამან არ გამოიღო შედეგი. მერე გადაწყვიტეს ქუჩების გადაკეტვა და მოსახლეობისთვის დისკომფორტის შექმნა, ამანაც არ გამოიღო შედეგი. მერე დაიწყეს შეკრებები და იქ 20-30,000-ო, დაახლოებით 5-6,000 იყო მაქსიმუმზე, რომ 10 ვთქვათ, რო ეკრებებოდნენ, გაშლილად განან და ეს ქმნის ილუზიას, რომ თავისუფლების მოედნიდან ოპერამდე არის მოსახლეობა. რისი თქმა მინდა, თვითონ დასავლეთია დაბნეული და მან არ იცის რადიკალიზაციის შემთხვევაში ისინი რა შედეგს მიიღებენ. ვაი თუ ვინმე ჩაერიოს, ვაი თუ ვინმეს ინტერესებს შეეხოს ეს მდგომარეობა და ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენ მეზობლებს აქვს ცხოველი ინტერესი იმის, რომ საქართველოში იყოს სტაბილური მდგომარეობა. ეს იგრძნობა კიდეც, რომ შეშინებულები არიან ერთის მხრივ. შეშინებულები არიან, მათ არ იციან ტრამპის ბოლომდე გადაწყვეტილება რა იქნება, როგორ მოილაპარაკებს ტრამპი და ვლადიმერ პუტინი, რა გარიგება იქნება და მით უმეტეს, როდესაც ჩვენ დავინახეთ ის პროცესები, რომელიც სირიაში მოხდა, აი ამან კიდევ უფრო შეცვალა გეოპოლიტიკა და ის რაც დღეს საქართველოში გვაქვს, ხო? ჩვენ ვართ გაცილებით მძიმე მდგომარეობაში. მე ხა თავს უფლებას მივცემ, რომ 99 წლის აპრილიდან ყველაფერი მახსოვს, რაც ხდებოდა საქართველოში და რა პროცესების მიმდინარეობდა. როგორც კულუარულად, ისე ზედაპირულად და ასე ვთქვათ საჯარო ინფორმაციების წყალობით, ხო? ჩვენ ვართ დღეს ყველაზე მძიმე მდგომარეობაში და შევესწრები მოგახსენოთ რატო. საქართველო როგორც ყოველთვის უნდა გამოიყენონ პლაცდარმად. ჩვენმა საერთაშორისო მდივანმა მამუკა ფიფიამ ამაზე ძალიან კაი განცხადება გააკეთა ერთი კვირის წინ და ამას ჩვენ გავავცობთ, იმიტომ რომ აი ერთადერთი ფუნქცია, რაც საქართველოს დაუტოვეს და ერთადერთი შანსი, რითაც შეუძლია დასავლეთს დღეს მოახდინოს აქ დესტაბილიზაცია, ეს არის საქართველოს ხელისუფლების ან ძალისმიერი, ან არაძალისმიერი მეთოდით შეცვლა, შემდეგ მოიყვანოს ის დროებითი კოალიციური იქნება დროებითი მთავრობა და აი მერე დაიწყება ის, რაც მათ ჩაფიქრებული აქვთ. აქ საუბარი არის კურსკი 2-ზე. კურსკი 2, რომელიც იქნება რუსეთის ჩრდილო კავკასიის, ანუ რუსეთის სამხრეთ ტერიტორიების, ანუ ჩრდილო კავკასიის აფეთქება და დესტაბილიზაციის გამოწვევი. აი ეს ფუნქცია დაგვრჩა ახლა და ამაზე იქნება დარწმუნებული კონცენტრირება. საქართველოს ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ უკრაინა ნომერ 2-ს, ამას რა კუთხით ვამბობ. როდესაც ჩვენ ხედავთ უკრაინაში, როგორ აკავებენ, იჭერენ იმ ხალხს, ვისაც ომში წასვლა არ უნდა, დაწყებული 17 წლიდან დამთავრებული 60 წლამდე. ძალისმიერი მეთოდებით მიერეკებიან სასაკლაოზე და ანალოგიურს გააკეთებენ. კურსკი 2 ეს იქნება რუსეთის ჩრდილო კავკასიის, სამხრეთ კავკასიის, ჩრდილო კავკასიის, ასე ვთქვათ, რუსეთის სამხრეთის აფეთქების მათთვის იდეალური ვარიანტი. ისინი სამწუხაროდ გამონახავენ აი ამ რეგიონებში საკმაოდ დიდი ძალისხმევა მოუხდა რუსეთს, უკვე ახლობით 15-20 წელი დაჭირდა იმისთვის, რომ ეს რეგიონი დაესტაბილურებია და მის სამხრეთ ტერიტორიები ყოფილიყო რუსეთისთვის სტაბილიზაციის დაცული. აი ეს ამოცანა არის, ანუ კურსკი 2-ზე რატო საუბრობთ ჩვენი პარტია, რომ კურსკი 2 იქნება კავკასიის აფეთქების იდეალური ვარიანტი მათთვის. ამიტომ საქართველოს ხელისუფლების მთავარი ამოცანა არის არა მარტო მოახდინოს პრევენცია, რომ საქართველოში არ მოხდეს კურსკი 2 საქართველოსთვის და რამდენიმე ასეული ბოევი კი არ შემოვარდეს აქ ავტომატები და მე სცენარიც იქნება ესეთი ღმერთო დაიფაროს. აქ იმდენს დაახვედრებენ ჩვენი დასავლელი მეგობრები, რომ შეიძლება 1000-ებზე იყოს საუბარი შეიარაღებული ადამიანების. ძალიან ბევრს აქვს იარაღი და ჩვენ ვნახეთ ყოფილი თავდაცვის მინისტრი, რომელიც უნდა დაკავებული ყოფილიყო ამდენი ხნის განმავლობაში, მის ოჯახში ამოღებული იყო საკმაოდ დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი და მე დარწმუნებული ვარ, აი ეს კაცრები, რომელიც სამეგრელოში ამოიღეს, ესეთი კაცრები კიდე სხვაგანაც იქნება დამარხული თუ დაფლული როგორც არის და უცბად გაიხსნება. მე ძალიან კარგად მახსოვს 92 წლის სამოქალაქო ომი რო დაიწყო, უცბად კოლმეურნეობის მოედანზე
უცბად გაჩნდა პატარა მანქანები, სადაც რამდენიმე ავტომატი, ზოგან 5, ზოგან 10, ზოგან 20 ავტომატი რიგდებოდა. ხო, აი სოკოები თამოდიოდნენ ეს მაშინ უაზიკები იყო. და ბორძე ეწყო და ახლა წარმოვიდა ახალგაზრდა კაცი, რომელიც ეს მაშინ, როდესაც ქვეყანა მეტნაკლებად ფსიქოლოგიურად ნორმალურ მდგომარეობაში იყო. დღეს ჩვენი მოსახლეობა, ჩემი თამადობით, ჩვენ ადეკვატურობა ფსიქოლოგიურ მდგომარეობით აღარ აქვს 35 წელი, კარგით, 32 წელი ავიღოთ. ქვეყანა არის კატასტროფულ მდგომარეობაში, მუდმივი დაპირისპირების, ეკონომიკური სიდუხჭირის, ხვალინდელი დღის უიმედობის, რაც რამდენიც ადამიანი არ უნდა იყოს ფინანსურად უზრუნველყოფილი, მას არანაირი ხვალინდელი დღის იმედი არ აქვს. მე აღარ ვსაუბრობ იმ პენსიონერებზე, იმ დაბალი შემოსავლების მქონე ადამიანებზე, რომლებიც პრაქტიკულად განწირულები არიან და რომელსაც ყოველი გაცემებული დღე ეს არის სტრესი და ყოველი მიტინგი, რომელიც არის და ყოველი აი ესეთი რადიკალური გამოსვლები და იქ სროლა, იმისი შაშხანების სროლა თუ ასე ვთქვათ, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს არის შეიძლება იმ მომენტში ადამიანი ამას ვერ ხვდება, მაგრამ გავა ერთი დღე, გავა ორი დღე, გავა სამი დღე და აი ეს სტრესული მდგომარეობა ილექება. ჩვენ ახლა გვჭირდება სერიოზული ფსიქოლოგების მუშაობა. ფსიქოლოგები უნდა მოვიწვიოთ ჩვენ ყველა ტელევიზია, ვინც დღეს ცდილობს საქართველოს რაღაც დესტაბილიზაცია ავიცილოთ, ჯერ მოსახლეობის აი ეს წნევა დასაწევი. აი ეს ისტერია ქვეყანაში არის სრული თან პარანოიდალური ეს სრული ისტერია გუშინ წინ ბატონი თემურ ფიფია მე და ბატონი ილია მივდივართ ავტობუსით და აი 2 წუთი მინდა ზუსტად და გოგო ელაპარაკებოდა თავის მეგობარს და უთხრა რომ მე უნივერსიტეტიო ჩვენი არ ვიცი გაიფიცება თუ არაო გვერდით ედგა ვიღაც ახალგაზრდა გოგო რომელმაც ისე დააბულინგა კირილამდე მიიყვანა და კიოდა მთელ ავტობუსში კიოდა რომ ჩვენ არ გვინდა რუსეთში გავიღვიძოთ. ანუ მთელი ავტობუსი ცდილობდა ამ გოგოს დამშვიდებას. ეს იყო სრულიად შეურაცხადი, არაადეკვატური ადამიანი, რომელიც მაგალითიც, აი გუშინ წინ რომ ნახე ეს სცენა, აი მაშინ სერიოზულად შემეშინე, იმიტომ რომ ასეთები არის ძალიან ბევრია კი გიდასტურებთ. ძალიან შემეცოდა ის გოგო. ვერავინ ვერ გააჩერა, მამის ტოლა ხალხი მივიდა, უთხრა შვილო დაწნარდიო და შენ უფლება არ, ანუ აი ეს დაზეპირებული ფრაზები მე რუსეთში არ მინდა გავიღვიძო, ჩემი უფლებები 9 აპრილს ბაბუა ჩემი. ფობიებია უკვე, ნუ კლინიკა აშკარად. ეს რო ერთეული შემთხვევა იყოს, კიდე ჯანდაბას ჩავიქნევდი ხას, მაგრამ აი მიტინგზე რო დგანან ეს ბავშვები, რომლებიც აბსოლუტურად გზას არიან აცნენილები. მე შორსა ვარ იმაზისგან, რომ მათ ყველას ფულს უხდიან. არა, რა თქმა უნდა. ამ თანხებს იღებს გარკვეული რაოდენობა, რომელიც მე ამათ დაზომბირებულები გამოყავთ და ერთ-ერთში როდესაც ჩვენ კოლეგებს ვესაუბრები უკრაინაში, ვინც ზოგი წამოსულია, ზოგი სხვა ქვეყანაშია, ანუ რო უყურებენ, ერთ-ერთში არისო. ერთ-ერთში ინგლისურად საუბარი, ინგლისურ ენაზე ინტერვიუ მიცემა რუსების მიმართ. აგრესია, შე რუსის ჯარისკაცო, შე სპეციალ. ანუ პრაქტიკულად ხდება ისეთი მძიმე მდგომარეობაში ქვეყნის მოსახლეობის ჩაყენება, ვინც ფიქრობს და ვინც რეალურად აზროვნებს, შეიძლება ისიც დაფიქრდეს აი ამ ბულინგის შემდეგ, რომ იქნებ მე არა ვარ სწორ გზაზე, იქნებ მე არასწორად ფიქრობ და იქნებ აი ევროპა მართლა ჩვენ გვერდით არის. ეს რისკებიც არის. ერთხელ ახალციხეში ვახდი ედუარდ შევარდნაძეს. ნახე რა მდგომარეობა იყო დაქცეული, გაუბედურებული ახალციხე და რო ჩამოვედით შაბათს, ორ შაბათს დილის ინტერვიუ ჰქონდა რა, ორ შაბათს ინტერვიუ იყო ტრადიციული. რადიო ჩავთე სამსახურში და usmen და ვიფიქრე ნახე რა კაი მდგომარეობა ყოფილა ახალციხეში მეთქი და მე გამახსენდა რომ პარასკევს იქ არ ვიყავი მეთქი არ უნდა ხე რა მდგომარეობა ანუ მისმა რიტორიკა მეც კი რომელსაც საკუთარი თვალით გადამდებია კი ნანახი იქ არ მდგომარეობა დამარწმუნდა რამდენიმე წამი იქ რომ აწყობილი იყო სიტუაცია თქვენ წარმოვიდგინეთ დასრული ადამიანი ამ მდგომარეობაში ჩავარდა თქვენ 16 17 18 20 წლის ბავშვს რომელსაც მთელი ბავშვი რო დაიბადა თვალი გაახილა და სმენა ახმა შეძლო მას ესმის რომ ის ევროპაში მიდის მას ესმის რომ ევროპაა მისი სახლი და ამ დროს ევროპა ჩამოშლილია ევროპა არის უკვე ჩამოშლილი ჩვენ ევროპაში რომც მიგვიღონ ჩვენ იქ არაფერი აღარ გვესაქმება უკრაინას რაც უქნეს და უკრაინის მაგალითზე არის ეს აწყობილი ხო აი უკრაინაში ჩვენ ომი გვინდა ეხლა არის რიტორიკა რომ რა ომი უნდა ვიომოთ აბა რა უნდა რისი ომებელი ხარ თქვენ უბედურებო თქვენ ერთად თვითრინამა რო გადაიფრინოს მტკვრის კალაპოტში დაბალ სიმაღლეზე ისეთი სუნი დადგება თბილისში რომ არსებული აეროზოლები არ ეყოფა და რისი ჩვენ ნახეთ
2008 წლის ომი ვნახეთ მე სამხედროებთან არანაირი პრობლემა არ აქვს ეს ომი. არ ახსოვთ კი არა, მათ ეუბნებიან რომ ეს გამარჯვება იყო. ბატონ დავით, ანუ ისინი იყვნენ ასაკით პატარები. ხო, მაგრამ როცა შენ აზეიმე ორჭოსანთან ახოვულმა ტანკმა, ორჭოსანთან აუხია და ამაზე ზეიმი მოაწყო სააკაშვილის ხელისუფლებამ და 12 რიცხვში რაც ვნახეთ ჩვენ ეს უბედურება რუსთაველზე, ანუ მათი ახმა იყო რომ სწორით მოიქცა სააკაშვილი, რომ ამითი მან მსოფლიოს აჩვენა რუსეთი როგორი მწარვალია, როგორი დიქტატორია. ანუ ერთ-ერთში მიდის სცენარი, რომელიც უკრაინაში გათამაშდა. უკრაინას რო ვერ მიხვდები დღეს უკრაინას რა დაემართა და ახლა საინფორმაციოში ჩვენ ვნახეთ, უკრაინის პრეზიდენტი რომელიც არის პრაქტიკულად რამდენიმე შეიძლება კვირაზე იყო საუბარი მისი პრეზიდენტობის ან რაღაცა არა ეს გადაწყვეტილია რომ 2025 წელს იქ არჩევნები ჩატარდება და მოაშორება. ეს ადამიანი ჩვენ აი ამ ახალგაზრდებს და ამ ლიბერალებს ახელებს და ეუბნება რომ მიდით და ნებისმიერ ჩამოსული აქ ვინ ჩამოდის? თან ოლიგარქები მართავენ საქართველოს. ანუ რამდენი ოლიგარქია? ხაზარაძე იგულისხმა ოლიგარქებში თუ ის ჯაფარიძე მაგის კომპანია. ხო გასაგებია რომ ივანიშვილს გულისხმობს. ანუ ჩვენ ვართ მეორე კურსკის კურსკი ნომერი 2-ის პლაცდარმად გამოსაყენებლები. რაც თავის თავში გამოიწვევს პრაქტიკულად საქართველოს დაშლას და ყველა მეზობელს. შეხვდება მსუყე ლუკმა კი. შეხვდება მსუყე ლუკმა და საერთაშორისო სამართლის რომელიც აღარ არსებობს. ისინი მიიღებენ იმას, ანუ ჩვენ ხარჯზე პრაქტიკულად ჩვენ სამხრეთ საქართველოს თლიანად შეიძლება დავკარგოთ. მაგრამ მათთვის ხო ეს არა აქვს ამას მნიშვნელობა. თბილისი და ქუთაისი რო დარჩეთ. თბილისი და ქუთაისი და იმის პრეზიდენტი და პრემიერი იყოს, ამაზე თანახმარიან. ახლა რაც შეეხება ამ ქალბატონს პრეზიდენტი. ქუთაისი აფხაზები იტყვიან ჩვენი ისტორიული დედაქალაქიო. ახლა რაც შეეხება ამ ქალბატონს პრეზიდენტი რო ქვია. ესეც აი გუაიდოს ასე ვთქვათ სცენარი არის, რომელიც აბსოლუტურად ერთ-ერთში ჯდება, ხო? ეს სპეციალურად არის. ეს ქალბატონი შეიძლება არც გამოვიდეს, მაგრამ თუ გამოვიდა იმ შენობიდან, მას აღიარებენ. ანუ აღიარების მომენტი ექნება მას, როგორც ლეგიტიმურ ხელისუფალს. იმიტომ რომ თუ დასავლეთმა არ აღიარა საქართველოს და საბოლოოდ დასკვნა დაიდო, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციამ დადო დასკვნა ევროკავშირმა დადო დასკვნა ვერ დადებენ, იმიტომ რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება ევროკავშირის მინიმუმ ახლა ამერიკა არ აღმოვაჩინა, ორი ქვეყანა დაბლოკავს. ვერც ერთი სერიოზული სანქცია საქართველოზე ევროკავშირი ვერ დააწესებს, იმიტომ რომ დაიბლოკება. შეუძლიათ აი როგორც ბრიტანეთმა ორბანმა დადო პირობა სიარტომ მისმა საგარეო საქმეთა როდესაც ბრიტანეთმა მაბადე შეღაწვა, როდესაც ბრიტანეთი ჩაერთო უკვე ამ საქმეში და ბრიტანეთმა შეწყვიტა ნებისმიერ თანამშრომლობა საქართველოსთან და როდის შეწყვიტა ნახეთ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გამოვიდა და აი ეს ხელშეკრულება დადებული იყო საქართველოს ყოვლის მომცველი ხელშეკრულება სამხედრო ეს იყო მანიპულაცია. ანუ მათ შეუთვალეს საქართველოს ხელისუფლებას თუ შენ დარჩები, შენ არ უნდა დარჩე. არც ერთ იპოსტაში არ უნდა იყოს შენ. უნდა იყოს ახალი ხელისუფლება. ბრიტანეთი ეს არის ის ლოკომოტივი, რომელსაც მე მოყვება სხვადასხვა ქვეყნები ევროპის. ოღონდ ჩემი რმარწმენით ეს იქნება პიროვნული, როგორც სახელმწიფოების გადაწყვეტილება და როგორც ევროკავშირის გადაწყვეტილება. ანუ აქედან გამომდინარე, რომ იურდულად ვერ შეძლებენ ხელისუფლების შეცვლას ძალადობრივი მეთოდით. ხელისუფლების შეცვლა პრაქტიკულად გამორიცხული, იმიტომ რომ როგორც კი ერთი კაცი შევა პარლამენტის ეზოში, უკვე სხვა მუხლი ამოქმედდება. ეს იქნება ძალადობრივი დამხობის მუხლი და ესეც კარგად იციან. ჩვენ რას ხედავთ? არც ერთი ლიდერი ამ ლიბერალური პარტიების იქ 11 საათი, 12 საათის მერე ქრებიან ისინი. და ღმერთმა იცის სად არიან, ხო? ამიტომ მათი ამოცანა არის ერთადერთი რაც დარჩათ ახლა, ეს არის სამოქალაქო ომი, ამით ხელისუფლების ჩამოგდება და ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. ამაში აუცილებლად დაეხმარება სოფლიო საფინანსო ორგანიზაციები. აი გუშინ მაგალითად 3 თეთრით დევალვაცია მოხდა ლარის. დღეს არ ვიცი ბოლო ვერ მოვასწარი ნახვა, რა მდგომარეობა. ლარი პუშტება. ფასები იწევს. მოსახლეობა საახალწლო პერიოდია. ეხლა ჩვენი უცხოეთში მცხოვრები ქართველები ბოლო 200-300 ევროს მოიკლებენ, გადმოაგზავნიან, რომ საახალწლოს რაღაც ადამიანს უფრა გაშალოს, ვისაც ამის განწყობა აქვს, ხო? თებერვალი ტრადიციულად აწყობილი ეკონომიკა რო არის, იქაც მძიმე თუ არის ფინანსურად იანვარი-თებერვალი. ახლა მით უმეტეს რთული იქნება.
პრაქტიკულად აი ეს ყველაფერი მდგენელი, რაზეც ახლა მე ვისაუბრე, გამოიწვევს საქართველოში ეკონომიკურ მდგომარეობის გაუარესებას და ამაზე იმუშავებენ. ეს იქნება მათი დასაყრდენი, რომ მე უკვე ისინიც კი გამოიყვანონ ქუჩაში, რომლებიც ამაზე არ საუბრობენ. თქვენ ამ მიტინგებზე ერთი განცხადება თუ მოგისმენიათ, ან ფასების დაზე, ან ბენზინის ფასზე, ან პირველადი მოხმარების პროდუქტზე, ყველა ხო დავდივართ მაღაზიაში, ხო ხედავთ ყოველ დღე როგორ იზრდება ფასები, ხო? ამაზე ერთი განცხადება ვინმეს გაუკეთებია? ნახეთ, არა. მათ არ აინტერესებს ის სალაფავთანაზე ლაპარაკი. მე მიმიშვიო, რომ ჩემი ფული არ დავკარგო. თორე ნებისმიერი ნორმალური ხელისუფალი, ხო? დღეს ამ ხელისუფლების თამადობით ვამბობ. დღეს არის მეხანძრის მდგომარეობაში. მას არ აქვს საშუალება იფიქროს ეკონომიკაზე, იფიქროს განვითარებაზე, იფიქროს. ეხლა ხანძარი ჩასაქრობი. ხანძარი რო ჩაქრება, მე ჩვენ გარშემო რა მდგომარეობა იქნება ღმერთმა იცის. ამიტომ საქართველოს ბოლო ფუნქციით გამოყენება შეესწებიან და ტრამპს რაც შეეხება, ტრამპზე თუ იმედი აქვს ან ერთს ან მეორეს, ეგ კიდე სხვა საკითხი არის. ნუ ტრამპს რაც შეეხება, მაგალითად ახლა ჟურნალ Times მისცა ინტერვიუ და ამ უკრაინის ომის დასრულებასთან დაკავშირებით ამბობს ეს კაცი, რომ უნდა რაც შეიძლება მალე დაასრულოს ეს დაპირისპირება რუსეთსა და უკრაინას შორის, თუმცა არის იმის ელემენტები, რომ ძალისმიერი ბერკეტები იყოს რუსეთის წინააღმდეგ გამოყენებული. ნუ ამას როგორ მოახერხებს გამოჩნდება ალბათ უახლოეს მომავალში, როდესაც ის შეუდგება თავის საპრეზიდენტო უფლებამოსილებას, მაგრამ აქ ასევე კიდე მეორე მომენტია თავად ევროკავშირთან დაკავშირებით. ეხლა ეს რასა, რომელიც ჩამოსულია ეს იუკნევიჩიანი, ამბობს ასეთ რაღაცას, რომ ჩვენ გვჭირდება საქართველოს ევროკავშირშიო, ისინი ვინც ამბობენ, რომ იქ არავინ გელოდება ცრუობენო. ეხლა მე მაგალითად არასდროს არ მithქვამს, რომ ჩვენ იქ არავინ არ გველოდება. პირიქით ვამბობ, რომ პრინციპში სულ ამას ვამბობდი, რომ ევროკავშირს სჭირდება დამატებითი არეალი რუსეთის წინააღმდეგ პლაცდარმისთვის. საქართველოს სახით. სხვა საკითხია ის სიკეთეები, რაც რიგით ევროკავშირის მოქალაქეებს აქვთ, ექნებათ თუ არა ჩვენს მოქალაქეებს. მე ვფიქრობ, რომ არ ექნებათ, იმიტომ რომ ზუსტად ასევე ახლა უკრაინა ჩვენზე ერთი ნაბიჯით წინ არის თავად ამ ინტეგრაციის პროცესში, თუმცა ვხედავთ, რომ რა დონეზეა განადგურებული ეს ქვეყანა და რიგითი უკრაინელები რას ლაპარაკობთ, რა ის სიკეთეები ევროკავშირის მხრიდან პირიქით ხალხი დაიცალა ეს ქვეყანა მოსახლეობისგან. და ტრამპთან დაკავშირებით მაინც შეშინებულები ჩანან უფრო ეს დასავლელი ლიდერები, ეს მეინსტრიმი მთელი ამ გლობალისტ ლიბერალების, მათ შორის ალბათ მაკრონიც, ვისაც უკვე შეხვდა იქ პარიზში. ვინაიდან მისი ყოფილი პრეზიდენტობის დროს, ანუ წინა ვადის დროს, აშკარად გამოიკვეთა, რომ ამ ძველი სამყაროს წინააღმდეგ არც თუ ისე კეთილგანწყობილია ტრამპი. ეს გამოიხატა ბევრ რამეში. ნუ მაგალითებისთვის ჩამოვთვლი, თუნდაც გახსოვთ ალბათ ეს სავაჭრო ომები, თუნდაც ავიაციის სფეროში. ბოინგისა და ევროპული აერბასის. ტრამპმა ყველანაირად გაწნეხა, რომ თუნდაც ექსპორტირებული ღვინო და საკვები არ შემოსულიყო ამერიკულ ბოინგებში, როდესაც ეს ტრანსატლანტიკური ფრენები იყო. ასევე იყო მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მიმართ პრეტენზიები არ ეპუებოდა ტრამპი, დაუწესა საბაჟო გადასახადები ამ ევროპელ მწარმოებლებს. ანუ მთელი ტალღა გამოიწვია ამან და ცდილობდა, რომ ბრიუსელი დაექვემდებარებინა მაინც ვაშინგტონის დიქტატს. ეს ევროპაში ნამდვილად არ მოწონთ, ამიტომ არიან შეშინებულები. ტრამპი დიდად ვფიქრობ, მაინც გულზე არ ეხატებათ, მაგრამ ნუ იძულებულები არიან, რომ შეეგუონ მის პრეზიდენტობას. აი საქართველოსთან მიმართებით ახლა უკვე აშკარად იკვეთება, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩები, როგორც წესია, ყოველთვის აქტიურობდნენ, მაგრამ ამჟამად არ არის ისეთი მკაფიო, ნუ ბაიდენის ადმინისტრაციის პროცესში ახლა არჩევნებამდე კი აქტიურობდნენ, ერეოდნენ манипуляციების ფაქტები იყო, მაგრამ აი ეს ევროპელები უფრო აქტიურობენ.
თქვენ ხო ამჩნევთ ხო ბატონო მიხეილ რომ ამერიკელები რაღაც გავიდნენ ჭრდილში იმდენად არ ჩანან მაგრამ აი ეს ევროპელები უფრო აქტიურობენ იმიტომ რომ მათ ნამდვილად აქვს ჩიში და განსაკუთრებით ეს ბალტიის ქვეყნების წარმომადგენლებია ეს თუნდაც ეს გადაცემა რითაც დავიწყეთ საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე ისინი ფიქრობენ რომ თუ ბრიუსელს გამოეცალა საქართველოზე მართვის ბერკეტები თავად მთელი რიგი ქვეყნები ცუდ მდგომარეობაში ჩავარდებიან ეს ისევ და ისევ უკავშირდება ამ სავაჭრო ეკონომიკურ ვითარებას რომელშიც რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა თავად ევროპის კონტინენტი არა მარტო ევროპელების ახლა მთავარი შიში და მთავარი მცდელობა იმის რომ რუსეთის ასე ვთქვათ გადაიტანონ ყურადღება კიდე ერთ ხელწერტილზე ამ შემთხვევაში საქართველოს აფეთქების შედეგად კავკასიაზე განპირობებულია ერთი რამ აი რასაც თქვენ ბრძანეთ ერთი ის რომ ეკონომიკურად ტრამპი ბოლომდე მოახდენს ევროპის გამოწოვას ანუ მთლიანად რაც აქვს ის სიმდიდრე და დოვლად იმას შეისრუტავს და აუცილებლად მე მგონი ჩვენმა პარტიამ ეს არაერთხელ განაცხადა აუცილებლად მოხდება რუსეთის და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ევროპის გაიყოფა ევროპა მე არ ვამბობ რომ რუსეთი ასე ვთქვათ თავის წარმომადგენლებს და თავის ხალხს დასვავს მაგრამ ის რომ აღმოსავლეთ ევროპა აღარ უნდა იყოს საფრთხის შემცველი ამას ზუსტად გეუბნებით რომ ამაზე ტრამპი წამოვა რომ მათ ორივეს ინტერესებში არის დღეს ევროპის დასუსტება და მერამ დასუსტებულ ევროპაზე თავის ეკონომიკური პოლიტიკური გავლენების მოხდენა. ეხლა ნახეთ რა საითკენ მიდიან ევროპელები კარგად მიხვდნენ რომ ერთადერთი გზა მათი გადარჩენის არის ლავირება და ბრიტანეთი და თუ ეს არ მოხდა საქართველოში რაც მათ უნდათ დაახლოებით 1-2 წლის შემდეგ ევროპაში იქნება აღმოსავლეთ ევროპა იქნება თავისუფალი ნატოს ინფრასტრუქტურის და ეს პუტინის და ტრამპის მოლაპარაკების ერთ-ერთი ძირითადი თემა იქნება. მე ასე მგონია დარწმუნებული ვარ ამაში. და გუშინ წინ გააკეთა ლავრომა განცხადება, რომ თუ ეს არეშნიკის თუ როგორ ქვია, ვერ მიხვდნენო რა მოხდაო, ჩვენ შეგვიძლია ეს გავიმეოროთო. მას არ უთქვამს რომ უკრაინაში გავიმეორებთ. არ არის გამორიცხული რომ ახლა ნამდვილად გაიმეორონ, უკვე ვრცელდება ცნობები იმასთან დაკავშირებით, რომ იცით რომ ტაგანროგზე იყო ახლა შეტევა და კვლავ იყო ეს ამერიკული შორს რადიუსზე მოქმედი ატაკამსები და ტრამპი ახაც ამბობს. აი სულ ახალი ამბავია, რომ თქვა მე წინააღმდეგი ვარ რუსეთის სიღრმეში იქნას მიტანილი იერიში ამერიკული იარაღით. ეს რისი მომასწავებელია რომ საპირისპიროს აკეთებს ბაიდენის ადმინისტრაციისგან განსხვავებით. ნახეთ ბატონ დავით, თუ რუსეთი გაამწარეს იმ დონეზე და ყველაფერი კეთდება იმისთვის რომ ეს მოხდეს, მაშინ ის დიდი ალბათობით გამოიყენებს აი ამ თავის ახალ იარაღს და შემთხვევით არ იყო ის ნათქვამი პუტინის მიერ რომ აი ეს არეშნიკი რაც ახლა აქვს ეს ჰიპერბგერითი იარაღი უკვე პრინციპში აღარ არის იმისი საჭიროება რომ ბირთვული იარაღი იყოს გამოყენებული ვინაიდან უფრო დეტალურად ახსნა ანუ მტვერი რჩებაო ამ არეშნიკის გამოყენების შემდეგ იქ ადგილზე აი რაც არ უნდა იყოს ბუნკერი იქნება თუ რაც იქნება უბრალოდ რჩება ადგილზე მტვერი აი ყველაფერი აქედან გამომდინარე მე ზუსტად მაგი უნდა მეთქვა რომ ჩვენ ანუ ბირთვული იარაღის თუნდაც ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენება დაკარგა აზრი როცა ამით შეიძლება ნებისმიერი ქვეყანა იმ დონეზე მიიყვანო რომ სრულად დააკარგიო რუსეთთან ურთიერთობის და რუსეთის წინააღმდეგ ანუ ეხლა არის ბოლო ეტაპი ან უნდა რუსეთი მოახჩონ და გადაირჩინონ თავი აი კედელთან მიყენებული ვირო არიან რა აი ამ მდგომარეობაში არიან წინამდელ შემთხვევაში მათ ზუსტად იციან რომ ეკონომიკურად ჩამოიშლება და კიდევ უარესი მოხდება მათი ყველა გადაწყვეტილება და ხო იცით ძლიერს თუ ვინმე ჯერ ენას აჩვევენ მერე ხელს აჩვევენ დღეს ენა შეჩვეული აქვს უკვე ევროპის ლიდერებს რომლებიც აბსოლუტურად არაადეკვატურები არიან და ჩვენ ხედავთ კატასტროფულ დაცემას ხო ლიდერების დონის და მათი გადაწყვეტილებების რატო დაურეკეს ბატონ ივანიშვილს რატო დაურეკა თუ ეს ადამიანი არ არის ხელისუფლება თუ ეს ადამიანი არის ოლიგარქი თუ ეს ადამიანი არის უზურპატორი თუ მაშინ შენ რატო გადიხარ მასზე აი კონტაქტის თავად ზარი ჩემი აზრით
ეს ნიშნავს იმას, რომ აღიარებენ მის თუ ლეგიტიმაციას არა, იმას, რომ მას შეუძლია გადაწყვეტილებების მიღება. რატო არ დაურეკეს პრემიერ-მინისტრს ან პარლამენტის თავმჯდომარეს? ეს თქვენ რიტორიკულ კითხვას ვამთ, ბატონო მიხეილ და მე შემიძლია მოდელირებაც გავაკეთო იმ დიალოგის მე რაც შედგა იქ პარიზში. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ბედის გადაწყვეტა არის ძალიან ახლოს. ჩვენ შეიძლება რამდენიმე კვირა დავჭირდეს იმისთვის. რამდენიმე კვირაში მოხდეს საქართველოს მდგომარეობის ღმერთად დაიფაროს ან ცუდისკენ და ღმერთმა ქრას ან კარგისკენ წასვლა. მე მაინც ვარაუდობ დღეს საუბრობდით მეგობრებთან ერთად, რომ ახალი საახალწლოდ ყოველ შემთხვევაში იანვრის პირველ რიცხვებში გამოჩნდება რა სიტუაცია იქნება, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ასე ვთქვათ, საპროტესტო მუხტი დაეცა, ნიჰილიზმია და რაც მთავარია დღეს ჩემი ყოფილი თანამშრომელი და მეგობარი შეხვდა. და მითხრა, მიშაო, მე შენ იციო როგორ არ მიყვარს ოცნება და როგორი ანტაგონისტური დამოკიდებულება, მაგრამ იმის შემდეგ რაც კუბო გამოიტანესო და დაწვესო, აი ამათო როგორ შეიძლებაო, რა თქმა უნდა მათი მომხრე არასდროს არ იყო, მაგრამ ამათო აი ნედა კიდე ერთხელ გააკეთონ ესო და მომხრეების კიდე 50% დაკარგავენო. მე ვიცი ძალიან ბევრი ვინც დადიოდა იმ მიტინგზე. აბსოლუტურად იმიტომ კი არ დადიოდნენ რომ ნაცები მოწონს ან ისე მისი ანასხლეტები. მათ მართლა ჯეროდა რომ ევროპაში შედიოდნენ და ხა თუ ამ პრინციპით შემიყვან მე რომ ქრისტეს გამოსახულება ჯერ დაწვა რომც არ დაწვა სასახლეზე კუბოზე რა უნდა ქრისტეს სადმე ვინმეს უნდა მაგრამ აი სატანიზმი თუ აი სატანიზმი იყო ეს ოკულტური ნემსებით ჩხლეტანი ფიტულზე და ეს ყველაფერი ამაზე საპატრიარქომაც გააკეთა განცხადება მაგრამ ნახეთ ბატონო მიხეილ თქვენ ხო გახსოვთ კიევში რა ხდებოდა ამოტრიალებული ჯვრები იქ პირდაპირ ჩიტებს ფრთებს რო უშლიდნენ და იმათაც რო ლურს მნავდნენ ზეთ მათი ეს იდოლები ეგრეთ წოდებული კერპები რო ყავდა ძველი უკრული ჯერ კიდე გაქრისტიანებამდე გამოყვანილი და ასე შემდეგ. მე თქვენ თვითონ გენესის რა საუბარი იყო იტყვით მაგაზე. დღეს რომელიღაც ქალაქში აღარ მახსოვს ახალგაზრდებმა კიდე ერთი კუბო გამოიტანეს, ოღონ მე მგონი მის გარდა ქვია მუყაოსგან შეჭედილი და რაღაც შეძახილები იყო. ნუ უკვე ფსიქოზია ქვეყანა არის ქვეყანა არის კატასტროფის ზღვარზე და ბევრჯერ მithქვამზე გავიმეორებ. ტრაგედია. თუ 1991-92 წლის აი დაპირისპირებაში რომელიც მოხდა და გამსახურდია წავიდა ამის შემდეგ თუ ეს ყველაფერი ხდებოდა რუსთაველის პირველი ნომრიდან რუსთაველის მეტრომდე ეხლა უფრო გაიშალა არც ოპერამდე ეხლა ღმერთო დაიფაროს ეს ერთ დღეში მოედება მთელ საქართველოს კი ეს საქართველო არის დღეს გამხმარი ფიჩხი რომელიც აი ერთი გაკვრა უნდა მთელ საქართველოს მოედება ვინმე არ იფიქროს რომ რუსთაველი შემოიფარგლებია ეს მეისრებმა იცი არც ბაბათეთ და არც იმათმა იფიქროთ ვინც ამის გაკეთებას აპირებთ რომ ის შალნაეპულა ბრმა ტყვია რომელიმე თქვენი ოჯახის ახლობელს და თქვენ ახლობელს არ მოხვდება ამ სიტუაციაში არავინ აღარ არის დაცული ესენი მიდიან ამაზე. მოდიში თქვენ უნდა გეთქვათ აი რა საუბარი შედგა მოდელირება დაახლოებით. დაახლოებით გულისხმობ რა თქმა უნდა, ახლა მე იქ არ ვესწრებოდი, მაგრამ იმ სიტუაციის ანალიზის მიხედვით ახლა რაც ზურაბიშვილმა დადო თავის სოციალურ გვერდზე სპეციალურად დავაკვირდი ტაიმკოდი დავინიშნე, ახლა ტელევიზიაში ვინც მუშაობს, ყველა მიცის კადრებთან მუშაობა, 24 წამი იყო, ვიდრე აი ამ დახრა ტრამპთან, ესეთი მრავლისმეტყველი ღიმილი, ტრამპმა ძდილობით ხელი გაუწოდა და შემოტრიალდა და ზის როგორც როდენის ცნობილი ქანდაკება მოაზროვნე, ესეთი სახით, ანუ ვინ არის ალბათ ეს ქალიო იფიქრა, მაგრამ სიღრმისეული საუბარი შედგაო ჩვენ შორისო ამ 24 წამზე თქვა ეხლა მე არ ვიცი იქ ამის იქით თუ იყო კიდე ლაპარაკი მად მე მაკრონმა მოკიდა ხელი და მიუყვანა დერეფანში ეთქობა იქ იყო სიღრმისეული წუთნახევრიანი შესაძლოა ეხლა თუ დავაკვირდებით ანალოგიური ტიპის შეხვედრა ქონდა ზელენსკისაც მაკრონის ერთ მხარეს ტრამპი იჯდა და მეორე მხარეს ზელენსკი სახეებზე ეთყობოდათ ახლა ჟესტების სცენით რომ ნუ ზელენსკი ნამდვილად უკმაყოფილო იყო მაგრამ ზურაბიშვილს რაც შეეხება ახლა ნუ ტრამპმა უთხრა დიდი ალბათობით
მაკრონმა ალბათ შესავალი გააკეთა, რომ ეს ქალბატონი ჩვენთან საგარეო საქმეთა სამინისტროშიც მუშაობდა, ამდენი წელია საქართველოს პრეზიდენტია, იქ ალბათ იცით რა ვითარებაა, თქვენი საელჩოც ალბათ გიგზავნით კორესპონდენციებს, ისეთი სურათია, რომ აი ლეგიტიმური პრეზიდენტია, ახლა მისი მხარდაჭერაა საჭირო, საქართველოს გეზი აქვს ევროკავშირისკენ, ასე შემდეგ. ტრამპმა ალბათ უსმინა და უთხრა, იცით რა, ჩვენ ყავს ჩვენი, რა თქმა უნდა, კორესპონდენციებსაც ვიღებთ, სხვა ინფორმაციებსაც ვფლობთ საქართველოში და მთლად ისეც არ არის, როგორც თქვენ ფიქრობთ. ამიტომ ჩემი ხალხი დაურეკავს იმ ადამიანს, რომელსაც რეალურად უჭირავს აქ პულსზე ხელი და რომელიც მართლა წყვეტს რაღაცეებს. აბა რატო იყო დარეკილი მაკრონის მიერ ივანიშვილთან? დაესიზმრა მაკრონს? ეს არის მთავარი კითხვა. თუკი ზურაბიშვილი იქ ყავდა და საქართველოს ანუ ხო აცხადებს რომ პირველი მოქმედი ლეგიტიმური იქ გადაწყვეტილიყო ეს ყველაფერი. და ეს ევროკავშირის დესანტი რო ჩამოვიდა ახლა ამ გლობალისტების 4-5 ევროდეპუტატი ვის შეხვდნენ? ოპოზიციის წარმომადგენლებს და ამ არასამთავრობო ორგანიზაციების. ბავშვებთ, ჩვენ გვაქვს მოცემულობა ესეთ კიდევ ერთხელ გავმეორდები რა. საქართველო ან უნდა დასავლეთის ინტერესების გამო შეელეწოს და დაიშალოს, ან უნდა ჩვენ გადავრჩეთ და ვეძებოთ ახალი ურთიერთობები. დასრულდა დასავლეთთან ურთიერთობები. დასავლეთთან ურთიერთობები დასრულდა არა იმიტომ რომ მე ესე მინდოდა, ან მე ესე მინდა, არა, იმიტომ რომ დასავლეთი დასრულდა, ის ევროკავშირი დასრულდა, რომელსაც ტვინი გამოულაყეს ამ ჩვენ ბავშვებს და დღეს კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ბოლო ფუნქცია დარჩა საქართველოს, თავი აიფეთქოს, კამიკაძე უნდა გახდეს და პატარა, ასე ვთქვათ, ზიანი მიაყენოს რუსეთს. თუ ეს მათ შეძლეს, მაშინ ჩვენ სხვა მოცემულობა გვაქვს. მას ჩვენ მოცემულობა გვექნება ღმერთად აიფაროს. როგორც 1801 წელს 1800 წელს მიწერა გიორგი მე-12-მ წერილი რუს ხელმწიფეს და ყველაფერი დათმო. თავის თავმავლობის მოგეთ ვიცით რაზეა საუბარი, ხო? ყველაფერი დათმო, ოღონდ ეკლესიასთან ერთად. ოღონდ გადამირჩინა ქვეყანა, იქ იყო საუბარი, 3 კვირის მერე უნდა გადმოსულიყო ის 2 ოფიცერი და ის 2 ზარბაზანი, ხო? მიაშველა აქედან ხარულები მიაშველა დროზე ანუ კვირეებზე იყო საუბარი. და ანალოგური მდგომარეობა იყო 21-ში. ისინი რო არ შემოსულიყვნენ თურქეთში შემოდიოდა. ამაზეა საუბარი, რომ ჩვენ ისევ მდგომარეობაში არ აღმოჩნდეთ. იმიტომ რომ დღეს რუსეთი აქ ცოცხალი თავით აღარ დაუშვებს საქართველოს აფეთქებას. იმიტომ კი არა, რომ ჩვენს მიმართ არის ძალიან პოზიტიურად განწყობილი და ნახეთ ნებისმიერი გადაცემა ხარ Facebook-ზე. იმიტომ კი არ ვაზიარებ, რომ იქ რაღაც ჩემი რამდენიმე წამიანი კომენტარია, მაგის პრობლემა არ არის. იქ არის დამოკიდებულება, რუსეთის დამოკიდებულება, რომელიც გვაქვს შესანარჩუნებელი, რომელიც ძლივს მოვიპოვეთ და რუსეთის მთელი მასმედია, ყველაზე გავლენიანი მასმედია დღეს დგას საქართველოს ხელისუფლების და ქართველი ხალხის უმრავლესობის გვერდით. ვინმეს მოწონს, არ მოწონს, ეს სხვა ამბავია. ეს სხვა ამბავია. და ჩვენ მდგომარეობაში აღმოჩნდით, როდესაც საქართველო არის დაბნეული. ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობა, ასე ვთქვათ, რომელიც არ აქტიურობს და არ გამოდის ქუჩაში და მე ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე ჯერჯერობით არ უნდა შევიკავოთ და არის 10-15%, რომელიც გალეშებულები გამოდიან და ცდილობენ ამ ქვეყნის ამოყირავებას. ხალხო, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, უკვე მე დავიღალე სიმართლე გითხრათ რა. ამ ქვეყნიდან ბუდღა არ დარჩება, აქ რო აერიოს სიტუაცია. ჩვენ მოგვიწევს გაქცევა ამ ქვეყნიდან, მე არასდროს არ გავიქცევი და არ გავქცეულ ვარ. როცა მქონდა საშუალება წავსულიყავ უცხოეთში. ძალიან ბევრი ამ ქვეყანას დატოვებს. იცით რატო დატოვებს? იმიტომ რომ მათ ჩაუდეს თავში, რომ თუ რუსი მოვა, შენ იქნები ცუდად. ჩემი ახლობელი მეუბნებას დასრული ქალბატონი, მართლა კარგი პროფესიონალი, მართლა დოქტორი, უმაღლესი პროფესიონალია თავის საქმის. და მეუბნება, მიშაო, რუსები რომ მოვიდნენ, ხო არ დამხოცავენო. გოგო, მეუთხარი, შენ სულ დაკარგე, მეუთხარი, საღიაზროვნება. არო, თუ არ დამხოცავენ, მაშინ კარგიაო. ამას მეუბნება ადამიანი, რომელსაც ჭკუა მოეკითხებოდა და დღესაც თავის საქმეში ერთ-ერთი წარშინებულია, ბევრი იცნობს მას, ხო? თქვენ წარმოგიდგენთ, სხვები რა მდგომარეობაში არიან. აი, რუსი მოვა და მოკლავს. ბირო, ამერიკელმა რაც გაგიკეთა შენ, რა ამერიკელმა რაც გაუკეთა უკრაინას.
ამას თუ ვერ გაიგებ და ამას თუ ვერ მიხვდი შენ ამ ბაბადე 30 წლის განმავლობაში ორჯერ გამოგიყენეს 92-ში გამოგიყენეს 2008-ში გამოგიყენეს ორივე შემთხვევა იყო ამერიკის დაკვეთილი ორივე აფხაზეთის ომის და 0-0-რაც და ეს ზურაბიშვილი ჟურნალს უშვებდა თავის ქმართან ერთად აძაგებდნენ გამსახურდიას ხელისუფლებას ხო რა თქმა უნდა ეს დავალება იყო ეგ სხვა საკითხია გამსახურდიის ხელისუფლებას რა მოუვიდა და რა დაემართა ჩვენ რო ვაგვიანებთ ხო იცით ბატონო დავით გამსახურდიას ხელისუფლება ერთი წლით ადრე რო შესულიყო დსთ-ში ერთი წლით ადრე როცა შესთავაზე დსთ რო შეიქმნა აი პირველ დღეებში რო შესულიყო შევარდნაძის ხელისუფლება როგორც კი შევარდნაძე ჩამოვიდა სახელმწიფო საბჭო დროს რო გაეკეთებიათ განცხადება საქართველოს იქნებოდა ერთიანი თლიანი მაგრამ ეს არ იყო დასავლეთის ინტერესებში ამიტომ არის რომ საქართველოს ფუნქცია ჩვენ უნდა გავსაზრდოთ რა ფუნქცია გვაქვს და რა ფუნქციას დღემდე სამწუხაროდ გვინარჩუნებენ დასავლეთი რა არის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ფუნქცია რა არის ბალტიის ქვეყნების ფუნქცია რა არის ეხლა ნეიტრალიზაცია შეეხება ნეიტრალიტეტი ჩვენ ფინეთი იყო ნეიტრალური ფინეთი ხო იყო აბსოლუტურად ნეიტრალური ქვეყანა დღეს გახდა ნატოს ქვეყანა და იქ შეიძლება განთავსდეს და თუ განთავსდა ნატოს ინფრასტრუქტურა ანუ ვინც მოერევა იმისია ის ტერიტორია არავითარი ნეიტრალიტეტი აღარ არსებობს და ის საფრთხე რაც აღმოსავლეთიდან მოდის და რაც მოდის ახლა სირიის თემიდან ეს კიდე ცალკე საკითხია რომელიც ძალიან სერიოზული განსჯის საგანია იქ 1000 ინტერესები იკვეთება აზერბაიჯანი და სასომხეთი თითქმის ხელს მოაწერენ შეთანხმებას 17 პუნქტიდან 15 უკვე ხელმოწერილია 2 დარჩა და ბაირამოვმა სხვათა შორის დღეს თქვა საგარეო საქმეთა მინისტრმა აზერბაიჯანის რომ ძალიან ახლოს ვართ მართლაც გავაფორმოთ ეს შეთანხმებაო თუმცა ის რაც სომხეთს დიდად გულზე არ ეხატება ზანგეზურის კორიდორის გახსნა აქ ერთი მინიშნება მაინც კეთდება რომ აზერბაიჯანმა ძალიან დააჩქარა ამ გზის თავის ნახევარზე უკვე დასრულება ფაქტობრივად სრულდება ეს გზის ნაწილი და მაინც ყველგან საუბრობს ამ ზანგეზურის დერეფნის გახსნაზე ну როგორც ჩანს საბოლოო ჯამში თავისას გაიტანს ჩვენ მე რა მდგომარეობაში აღმოჩნდებით არც თუ სახარბიელო ვინაიდან ტვირთების გადაიწევს აზერბაიჯანის სასარგებლოდ გახდება შესაძლებელი ტვირთბრუნვის გაზრდა თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის. ანუ ნახეთ თუ სომხეთი და დღეს სომხეთი არის აბსოლუტურად პროდასავლური და პროამერიკული მისცეს იმის უფლება რომ მან დაიწყოს მოლაპარაკება და თითქმის ხელშეკრულების ბოლოსია გასული ფინის საფინიშო სწორზეა მას ამის უფლება მისცეს შენ არაფრის უფლებას არ გაძლევენ ისე როგორც არ გაძლევდნენ მრავალი წლისი ხო როდესაც სომხეთს 92 წელს მისცეს უფლება რომ რუსეთთან კარგად ყოფილიყო ასე ეკონომიკურად და აი 92 წლის მოლაპარაკების შედეგად კლინტონთან მოლაპარაკების შედეგად სომხეთმა მოახერხა შეენარჩუნებია ეს თავისი ეკონომიკა რომელიც ჰქონდა სანამ ეს ავანტურისტი არ მოიყვანეს ხელისუფლებაში ხო დღეს გამოდიან ჩვენი კულტურის აი კიდე ერთი უბედურება ახლა ნოუ-ჰაუ გვაქვს გამოდიან პედაგოგები გამოდიან ექიმები გამოდიან სახიობები იმდენ სახიობები აჩვენეს ორი ვიცანი ის კი არა ცნობილი უბრალოდ ვიცანი სადღაც სერიალში აქვს ნათამაშები და აი ყველაზე დიდი მაიმუნობა ეხლა ჩვენ რეჟისორს თხოვ აი ეს პატარა რამდენიმე წამიანი ცუდი ხარისხია მაგრამ აუცილებლად უნდა ვაჩვენოთ რომ აი ეს არის სახე ესაა სახე გუშინ რას ამბობდი და დღეს რას ამბობ Тонечка, неси скорей обед. Глядят, ай, боярышня сама несет обед. აი ახლა ესენი ბანოდავით როდის იტყუებოდა აი ეს ქალბატონი უბრალოდ კრეფსიტი არის ჩემთვის აი ქათამაძე მაგალითად მომღერალი ანუ ისინი ვის მოსკოვში დარბიან იქ კონცერტებს მართავდნენ როდის იტყუებოდნენ მაშინ იყვნენ როცა აი ამ სიმღერებს და იტყვარწებოდნენ რუსეთის პუბლიკის თუ როგორც ქვია მოსახლეობის წინაშე თუ დღეს არიან მართლები და დღეს ამობენ რომ თუნდაც რუსეთი
ჩვენი პარტიის, აი მე მინდა სწორედ გამიგოთ, ჩვენი პარტიის ძალა რაშია? ნებისმიერი ჩვენთაგანი პოლიტსაბჭოს წევრი იქნება თუ პარტიის წევრი თუ მხარდამჭერი, ნებისმიერი ამოიღეთ და როდის იყო რუსეთზე ვინმეს რამე ეთქვას შეტრიალებული. ვერ ნახავთ მაგას, ხო? როცა თანმიმდევრული ხარ, მაშინ როცა რუსეთის ხსენება პრაქტიკულად იყო დასჯადი კი არა, შეიძლება ძამძიო მდგომარეობაში ჩაეგდეთ, ხო? ჩვენ ვართ თანმიმდევრულები. იყავით ბატონო თანმიმდევრულები. ნუ მიირთმევთ რუსული ფქვილისგან გამომცხარ კურსს. ნუ მიირთმევთ ზეთს. ნუ მიირთმევთ მაწონს, გრძეს, არაჟანს, ასე ვთქვათ, ყველა იმ ასე ვთქვათ, ნაკეთობებს და კულინარულ შედევრებს, რომელიც ყველა ეძებს აი რუსული ძეხვი მინდა. ბელორუსული მაღაზიები სავსეა ხალხით და ბელორუსიას მინდა დამამსგავსო თქვენი ფარისეველი რა ვთქვა მე ბოდიში ამ გამოთქვაზე. ბელორუსიას ნეტა ბელორუსიის მეათედი მქონდეს საშუალება ეკონომიკის ურთიერთობის შედით მაღაზიაში რო გითხართ სასწაული ფასები განსხვავება არ არის ხო? მაგრამ ხარისხი მინსკში ვიყავით ჩარშა ჩვენ დელეგაცია იყო წასული. ანუ მსგავსი სიმშვიდე სულიერი ფიზიკური მორალური მაღაზიაში შეხვალ გესიამუნება ქუჩაში გახვალ გესიამუნება ქალი ქალს გავს კაცი კაცს გავს გლეხი გლეხს გავს მუშა მუშას გავს ძღოლი ძღოლს გავს მე იქ ვერ დავინახე 200 და 300.000-იანი თუნდაც 100.000-იანი მანქანები ვერ დავინახე თუმცა ავტოპარკი საკმაოდ ახალია მაგრამ ეს არის საშუალო კლასის მანქანები ერთადერთი Porsche ორი Porsche ვნახე აეროპორტში ეთქვა ვიღაცა ესეთი იყო ხო როცა შენ ქვეყანაზე ზრუნავ და ბელორუსი ჩემთვის არის მაგალითი ნეტა ბელორუსის მეათედი მქონდეს აი ეს მოწყობა ახლა წარმოიდგინეთ ბატონო მიხეილ აი ეს ახალგაზრდები რომლებიც დგანან აქ საპროტესტო აქციებზე ეს ხალხი ხალათებში სამუშაო ხალათებს გულისხმობ და სამცვლაში დასაქმებული ფაბრიკა ქარხნებში აი თუნდაც თქვენ ბელორუსი ახსენეთ ახლა იქ სატრაქტორო ქარხანაა ცნობილი მანქანების ავტობუსების დრო ექნებათ იქ გამოსვლის და მსისულელეების კეთების ჯარში რო ჩავედი ოფიცერმა კუბოების დაწვას გულისხმობ და ასე შემდეგ ოფიცერმა პირველად რო თქვა რომ солдат без дела это преступник ვერ გავიგე რაზე იყო საუბარი რაღაცა პერიოდის შემდეგ მივხვდი როგორც კი ადამიანი არ არის დასაქმებული და როგორც კი მას უშდება ის თავისუფალი დრო რომელიც მას შეიძლება სხვაგან დახარჯოს და სხვაგან არ აქვს დასახარჯი სპორტი ფასიანი განათლება ფასიანი წრეები ფასიანი ეს ბავშვები სადღაც ხომ უნდა დააკავო რაღაცით ხომ უნდა დააინტერესო ანუ ქუჩი დააინტერესეს ქუჩი და 7-8 წლის ბავშვები გამოყავთ და ევროკავშირის დროშას აფრიალებიებენ ჩვენ ვართ ტრაგედიაში სერიოზულ ტრაგედია გვჭირს ისეთი ტრაგედია რომელსაც გამოსვლის შანსი ყოველ დღე სულ უფრო ნაკლები და ნაკლები რჩება და ახლა რატო ეს პატარა უხარისხო ვიდეო რატო ეს არის მაგალითი მათი აზროვნების ხვალ გაიქცევიან მოსკოვში ჩავლენ მუხლებს ჩაუვარდებიან ნებისმიერი ხელისუფლება აქვს ნებისმიერი ვინც არ უნდა მოვიდეს ოცნება როგორც კი გაივაკებს მე აგერ გეუბნებით რა პირველი რას უნდა გააკეთოს და გააკეთებს ჩავა მოსკოვში თუ სხვანაირად შენ ეკონომიკური ამ ქვეყნის ამოქაჩვის არანაირი შანსი არ აქვს დღეს გავრცელდა ინფორმაცია ხვალ მეღვინეებს ღვინის წარმოებლებს სომელიებს მეზღვაურები ამოქოქეს ბათუმში ანუ ღვინის წარმოებლები ხვალ აკეთებენ რაღაც მიტინგს და ჩვენი ღვინის ადგილი არის ევროპაში მარაზმატიკების ხროვა რომელ ევროპაშია ევროპამ საწაიღოს თავის ღვინო ის არის და სანამ ჯერ კიდე რუსეთში შენი ღვინო ახსოვდა არ ჩაუნაცვლებია სამხრეთ რუსეთის თავისას ანვითარებს მანამდე აი ეს არის 5 მაგი 10 მაგი სტანდარტი ხო ევროპელობა უნდათ იქ ისა რა ქვია ტელევიზიის ვიღაცები გამოვიდათ იქ სახიობები იქ ინჟინრები ახლა თქვენ რო თქვით ხო ვინ მეზღვაურთა რომელი მეზღვაურები სად აყავს შენ მეზღვაურები სად აყავს ფლოტი რომელიც ჩვენ მქონდა თევზსაჭერი ფლოტი სალკე მქონდა სამოქალაქო ფლოტი სალკე მქონდა თან ახალი იყო ბევრი გემი ერთი გემი მითხარით რომელიც დარჩენილია მე კარგად მახსოვს სოხუმის მახსოვს ბათუმის მახსოვს სავსე იყო გემები სეინერებით იყო და თევზს ვერ იჭერს თევზის დაჭერის უფლება არა ქართულ მეწარმეს ისე არის გაუბედურება განადგურებული ეს იმ შეთქმულების ნაწილი იყო რაც მაშინ შევარდნაძის და აბაშიძის დროს ფლოტი რო გაასხვისეს ანუ არაფერი აღარ დარჩა საქართველოს საზღვაო ქვეყანა ქვია
და ჩვენ თევზის კულტურა არ გვაქვს, ამას დავანებოთ თავი დღეს მაგის დრო არ არის, ხო? და რომელი მეზღვაურები და რომელი ისინი გამოდიან, ხო? ერთი კატარღა ყავს. ერთი კატარღა მე მგონი ხელის პული მოტია დაყანებული. ანუ ჩვენ გონს მოვიდეთ. თორე ისე დღეში აღმოჩნდებით, რომ უკან მოგჩება დამოუკიდებლობაც, ამბიციებიც. შენ რისი კეთება შეგიძლია ეს უნდა აკეთო. არა ხარ შენ ის ერი, რომელიც 2 მაგ და 5 მაგ თამაშს ითამაშებ, ვერ ითამაშებ. არ გაქვს ამის პოტენციალი. დავანებოთ ის რაც ახლა ხელისუფლება აკეთებს, თქვენ იცით, ჩემი დამოკიდებული ოცნების მიმართ ძალიან ხშირ შემთხვევაში ნეგატიურია, თუნდაც ამ კოჰაბიტაციას და აი ამ კოჰაბიტაცია ხო დაიწყეს აი ამ თანამშრომლობა. ამ ხელისუფლებამ დაიწყო კი არა, იმათმა დაიწყეს. რამდენჯერ გვითქვამთ ჩვენ საგარეო საქმეთა სამინისტროზე. რამდენჯერ მithქვამს რომ მიხედეთ, პირველი საგარეო იყო. ღმერთის წყალობით ჯერ შინაგან საქმეთა სამინისტრო და თავდაცვის სამინისტრო დგას მოწოდების სიმაღლეს და კიდევ ერთხელ მინდა მადლობა უთხრა აი იმ ბიჭებს, რომელიც დგან ანიგ და ცდილობენ მაქსიმალურად შეინარჩუნონ სიმშვიდე. ძალიან ძნელია, იცით, როცა შენ აი ერთი გოგო იდგა და უტრიალებდა ცხვირწით. აი მე მაგალითად შენ ვერ მომეთმინა და მეთხლეშა სახეში. ამას ხო იცი რა მოყვებოდა. ეხლა რაც შეეხება დარბევებს. კი ბატონო, ძალიან იყო რამდენიმე ძალიან ძიმე კადრი და ალბათ ხელისუფლება გამოიძიებს ვინ იყო. ჩანერგილი იყო, ნაციონალი იყო, არანაციონალი იყო. აჩვენეთ ყვითელი ჟილეტების დარბევები, თვებით რო ათრევენ, მეტრობით რო ათრევენ. აჩვენეთ ამერიკის შეერთებულ შტატებში ცეცხლი რო გაუხსნეს ნაპარაჟენი ქართულად როგორ არის. ცეცხლი პირდაპირ გაუხსნეს ცეცხლი, მას რა ქვია, მომიტინგეებს. ანუ მე ძალადობას არ ვამართლებ, მაგრამ როდესაც შენ დგეხარ და იმის გამო რომ ვერაფერი ვეღარ მიიღეს, აი იმ დგომით, მერე დაიწყეს აი ამ ხლაპუშკებით იერიში, ხო? ეს იყო სუფთა პროვოკაცია. და ღმერთმა გადაგვარჩინა ჩვენ, რომ იქ არავინ არ დაიღუპა. ამიტომ ეს გაგრძელდება იმიტომ, რომ საქართველოს უნდა აღმოჩნდეს იქ, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ. წინამძღოლ შემთხვევაში მათი ფუნქცია, ნახეთ რა მდგომარეობაში არიან აი ეს 30 წლიანი მათი წარმოდგენები ტრაგიკული ხალხია. ეს არის კატასტროფულ მდგომარეობაში ადამიანები, რომელსაც თავზე ემხობათ ყველაფერი. ყველა იმედი, ყველა ნარატივი, ყველა წარმოდგენა, რომ ევროპაში წავლენ და იქ რაღაცას მიაღწევენ. ყველა ის მომენტი, რომ რუსეთთან დაკავშირებით, აი ეს ბავშვები, უმრავლესობა 2-3 წელიწადში მოუწევს რუსეთთან ურთიერთობა. დარწმუნებული არავინ არ გაიქცევა, ადამიანი ყველაფერს ეგუება, ციხეშიც კი რაღაცა პერიოდის შემდეგ ეგუება და რაღაცა ადამიანები ცხოვრობენ, არ არის პრობლემა, ხო? ესენი შეეგუებიან რუსეთთან ურთიერთობას, ახალ ურთიერთობას. მე პირდაპირ ვამბობ, ჩვენ 2-3 წელიწადში არ აქვს ხდება რუსეთთან ურთიერთობა. ეს არის აი 2x2 4. არა მარტო რუსეთთან, ბელორუსიასთან იგივე. იმ კავშირში უნდა შევიდეთ, ბელორუსია-რუსეთის კავშირში. სხვა შანსი არ გექნება და რაც უფრო ღირსეულად შეხვალ, მით უფრო ღირსეულად მიგიღებენ და უფრო მეტი წილი შეგვხვდება იმ სიკეთის, რაც არის. ბელორუსია და ბელორუსია გინდა? აი წარმოვიდგინეთ, წარმოდგენა არ აქვს რა ხდება ბელორუსიაში და ბელორუსია უნდათ. წარმოდგენა არ აქვს რა ხდება. რუსეთში არის მძიმე სიტუაცია, რუსეთი ჯერ კიდევ ფინანსურად ძალიან დამოკიდებული დასავლეთზე და ჩვენ ხედავთ იქ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ახალი წლის შემდეგ და ტრამპის და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის შემდეგ დაახლოებით 2-3 თვეში ძალიან ბევრი რამ გამოიკვეთება. ესენი ცდილობენ 20 იანვრამდე მოასწრონ. აქ სისხლის დაღვრა და ტრაგედია დადგეს ამ ქვეყანაში და მერე უკვე რაც იქნება, იმიტომ რომ მათთვის ეს ხო მათ სამშობლო არ არის. არ შეიძლება შენ სამშობლოს ისე მოექცე, როგორც ესენი ექცევიან. არ შეიძლება. საკუთარი სახლი ანგრიო. იმიტომ რომ შენ ვიღაცამ გითხრა, რომ აი ეს ოთახი დაალაგე ძმაო და დაალაგებული სახლი გქონდეს. არ შეიძლება ამის კეთება, მაგრამ ახლა არ მინდა ახლა ერზე საუბარი, ჩემი მხრიდან ამბიციური და არ შეიძლება, მაგრამ ჩვენ ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ. იმაზე მძიმე ჩვენ ამ დღეებში ახლა როგორც ჩანს მართლაც იქნება მოსალოდნელი აი ამ გლობალისტების და ლიბერალების მხრიდან ვითარების უფრო გამძაფრების მცდელობები. მინდა აქვე ხაზი გაუსვა, რომ აი ეს IPN-ის ააგენტო, რომელიც არის ამ პალიტრას შემადგენელი ნაწილი, პირდაპირ თუ არა ირიბულად მავნებლობს. ახლა ინსაიდერული ინფორმაციებია ესე იგი
თივაში როგორც ტომარაში ვერძლებს ნემსი და არიკარგება აქ იკვეთება ესეთი რაღაც, ახლა ავრცელებენ ინფორმაციას, რომ რედაქტორები და ჟურნალისტები და მიაქციეთ ყურადღება მთელი მსოფლიოდან ქართულ მედიას სოლიდარობას უცხადებენ. და ერთ-ერთი პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის ტექსტი აქვს ნათარგმნი, რომელსაც აწერენ ხელს ვიდრე 50-მდე რედაქტორი და პრესის წარმომადგენელი. ახლა გადავხედე სიას 78 ხელმომწერია, ახლა დავაზუსტე, ჩავიხედე. ამ სიას რომ გადავხედე, ძირითადი შემადგენლობა არის უკრაინიდან, პოლონეთიდან, ფინეთიდან, ასევე მთელი რიგი იმ ქვეყნებიდან, რომლებიც არის გამოირჩევიან თავიანთი ლიბერალური დღის წესრიგით, გლობალისტობით და ამერიკის შეერთებულ შტატებს, აი მონტენეგროდანაც კი, ახლა მილო ჯუკანოვიჩი ხო, ცნობილია როგორც პირდაპირ შემსრულებელი ვაშინგტონიდან დავალებების, მონტენეგროს პრეზიდენტზე მაქვს საუბარი. ხო და ეს სააგენტო ცდილობს რომ აი მოდერირებასაც ისეცა ჰედლაინებს ისეწერს, რომ შთაბეჭდილება მოახდინოს განცდა გაზარდოს. აი ამ ლიბერალური დღის წესრიგის მხარდამჭერებში. ხო და რა დავარქვა ამას თუ არა მავნებლობა. არაფერი, აი თქვენ ხო კარგად გახსოვთ, ჩვენ ყრილობის შემდეგ გვინდოდა აი ამ მოცემულ სააგენტოზე გაგვცელებია ჩვენი ყრილობის მასალები, ვიხდიდით ფულს როგორც წესია. ხო, იქ ნიშანი კეთდება უბრალოდ. ხო, არა, მზად ვიყავით, ის თანხა გადაგვეხადა. ვარს გეტყოდნენ. გვითხრესო თქვენ პრორუსულებს აქ ადგილი არ აქვს. ანუ ეს სააგენტოები, მოდით ესე ვთქვათ რა. 80% ტელევიზიების 90% ვინც 90-იანი წლებიდან 2000 წლებიდან არსებობდნენ ჩათვალეთ ყველა იყო ამერიკის კოლგის ქვეშ და გარდა ამისა ბატონო მიხეილ ერთი კამერა აი 2000-მდე 2000-ის მერე სააკაშ ერთი კამერა სახში რო დაგედგა და გასულიყავი YouTube-ზე დაპატიეთ და ისახლი იქნებოდა გარშემორტყმული მეთ რა ქვია სპეცდანიშვილის რაზმებით ანუ გახსოვთ რა თქვა სააკაშვილმა ყველაფერს გაუცვლიო ცხონებულ პატარკაციშვილს ყველაფერს გაუცვლიო გარდა იმედისო ყველაფერი რაღაცა სია გაუგზავნეს მის ოჯახს აი ეს ამას დაგიბრუნეთ ამაში გაგისვლითო რომ მედია იყო საჭირო ყოფილიყო მათ კარგად იციან მედიის ძალა როგორ შეიძლება გამოათაყვანონ აქციონ აბსოლუტურად არ უმართავ საზოგადოებად ეს ხალხი და ნუ ახლა რადგინდა ახლა IPM-ზე გამახსენდა უბრალოდ რამდენჯერ მიმართეთ ყველაფერს არა მარტო ესენი სხვა მედიების რომლებიც დღეს მოიაზრებიან ვითომ პროხელისუფლებად ისინიც ეგვერიდებიან აი პრორუსულობა არ დაგწამონ რაღაცა არ თქვა რომ ჩვენ რუსეთისკენ მივიდა რაღა დროს პრორუსულობა არ დაგწამო ქვეყანა არის მაპატიეთ გადაჭახვის პირას პრორუსულობა კი არა ჩაბზარეთ მოსკოვში დაელაპარაკეთ ვინმეს თუ არის ამის საშუალება და სურვილი მე დარწმუნებული ვარ ოცნების ხელისუფლებაში არის ხალხი საბედნიეროდ რომლებიც მზად არიან გაემგზავრონ მოსკოვში და დაელაპარაკონ მაგრამ არის რაღაცა კონიუნქტურა რომელიც მათ აკავებს და ხელისუფლებას აკავებს მესმის კონიუნქტურის კიდე ერთი თქვენ რასაც ახლა საუბრობთ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს ასეთ რამეს რომ დაუყოვნებლივ საჭიროა საერთაშორისო ქმედება ქართველი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ სასტიკი ძალადობის შესაჩერებლად დანია კონკრეტულ ზომებზე პარტნიორებთან მუშაობს აი რა ზომა უნდა მიიღონ ბომბას გვესვრიან რაკეტას გვესვრიან ერთადერთი კიდევ ვიმეორებ ეხლა რაც მათ დარჩენიათ ეს არის საქართველოში მოაწყონ პირდაპირ ბოევიკების შემოშვება და აქ მოაწყონ ის სიტუაცია რომ სამოქალაქო ომი გაჩაღდეს და მერე საკრალურ მსხვერპლს ითხოვენ კურსკი 2 მოახდინონ საქართველოსთან მოხდეს კურსკი 2-ის გაკეთება უკვე რუსეთის ტერიტორიაზე და ფსიქოზისკენ მიყავთ ეს ქვეყანა სამწუხარო რეალობაა ბატონო მიხეილ თქვენ გახსოვთ ალბათ ხო გამსახურდიას ხელისუფლებას რო აგდებდნენ ცენტრალური ტელევიზიის მაშინდელი პირველი არხის ეთერში ეს სვანის კუდი რო ეხურა გურამ პეტრიაშვილი მე უკრაინაში იყო მეზღაპრეობდა ეს კაცი აი ეს ეგზალტირებული თვალები და ის განცხადებები რასაც აკეთებდა აი კრებიჩი არის ეხლა ეს საქართველოს ესეთ ვითარებაში ხო ცდილობენ მაქსიმალურად აი ამ უცხოელი ემისრების
კიდევ ერთ-ერთი წიახსვლა იცით რა არის, რომ აი სააგენტო ვახსენე მე ეს IPN-ი, მათ ჟურნალისტებს აი ამ პატარა ბავშვებს, რომლებსაც დიაპაზონი დიდად არ აქვთ, აი როგორც მეწაღეებს ნასწავლი აქვთ მიკროფონის ხელში დაჭერა და მარტივი ტექსტის აკრეფა, ხო, და ანალიზის უნარით ახლა არ მგონია ბევრი დაიკვეხნიდეს. ნუ ჩანს ეს სახეზეა, რასაც მე ვაკვირდები. პირდაპირ ურიგებენ თავიანთ სავიზიტო ბარათებს, პირდაპირ დაგვიკავშირდით, პირდაპირ ჩაგწერეთ და აი ამ დასავლელი ემისრების განცხადებებს თან პირდაპირ ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის ტექსტებს უკეთებენ ტირაჟირებას. აი პრობლემა არ არის პრობლემა, ანუ გებელსის პროპაგანდის ელემენტებია უკვე აქ. საქართველოს ხელისუფლება სამწუხაროდ მისცა საშუალება ნაციონალური მოძრაობის მაშინდელ მომქმედ თუ არა მომქმედ გადამდგარ პრემიერებს, მინისტრებს, მინისტრის მოადგილეებს შეენარჩუნებიათ ყველა ბიზნესი და დღეს გილაური გვევლინება ლიდერად იმ ორგანიზაციის, რომელსაც უნდა მიმართოს ყველა სამსახურიდან წამოსულმა და უზრუნველყოფენ მათ ფინანსურ, ასე ვთქვათ, რომ არ გაუჭირდა შეერი არ დაიხოცონ. მსგავსი ორგანიზაციები გაიზრდება და გამრავლდება. იმიტომ რომ თვითონ აი ეს მოდაში შემოსული ევროპა, ხო, მოდა არის საშინელება, როცა ადამიანს არ უხდება რაღაც და მოდის გამო იცმევს იმას, ეს არის კატასტროფის თვალსაზრისია, ხო? და ჩვენ მოდას აყოლილებმა 30 წლის განმავლობაში მივაღწიეთ იმას, რომ დღეს ქვეყანა უკვე გადაგვარების პირას არის. და გილაურზე არ იცოდე, გილაური ასაკეთებდა, არ იცოდე სხვები ნებისმიერი ბიზნესი აიღეთ. რომელშიც ნაცების, ასე ვთქვათ, სუყე ბიზნესებია და შემოსავლები აქვს. მე არ ვიძახი ბიზნესი ატერორე, მაგრამ როდესაც ბიზნესი იწყებს ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს, მაშინ შენ უნდა გადაირჩინო თავი. სინამდვილე შემთხვევაში შენ დაგამხობენ ჯვარიწერია ჩვენ. ხო, ნუ ეს კორპორაციები ახლა ყავთ ყველანაირად მობილიზებული, ეს პირდაპირ დივერსიული ვითარება, გეშავენ. ახლა კიდე ექიმების აქცია, იქ სპორტის წარმომადგენლებიც, თქვა სპორტს როგორც ყავს, თქვა ერთი მხარე, ასევე მეორე მხარე, უფრო ეს ძველები ვინც არიან, ვინც პირდაპირ ფიგურირებდნენ ხც ინტერესებში, ისინიც გამოყოფენ ხოლმე თავს. ნუ პრობლემაა ეს რეალური რა უყოთ ახლა. ეხლა თავარი მათი შიშები. პრახაძიმცები, აი როგორ არის ქართულად ეს პრახაძიმეც, ანუ მედროვე ადამიანი, რომელიც ყველანაირად ახლა ცდილობს რომ თავისი აზრი მოახვიოს საზოგადოებას თავზე, ასეთები ჩანან ეკრანზეც ჩანან ხოლმე. პრობლემაა ეს, მაგრამ ნუ ნახოთ, ჟამიანობაა საქართველოში, მოდი თქვათ პირდაპირ, ამ ჟამიანობას ალბათ დავძლევთ ღვთისწყალობით ადრე თუ გვიან ეს ყველაფერი როგორ გამოვალთ იმედია დარეგულირდება. როგორ გამოვალთ ამ ჟამიანობიდან? რა დანაკარგით და რამდენად დაუძლურებული გამოვალთ? ამაზეა საუბარი, თორემ ყველაფერს აქვს თავის დასასრული. ყველაფერს აქვს. ესეც დასრულდება. მაგრამ ამის შემდეგ რა იქნება და ამას ვინ დააყენებს ფეხზე? მე პირდაპირ ვამბობ რა, ის ხალხი რომელიც დღეს დგას იქ, ისინი არიან საცოდავები, მეწოდებიან ჩემი შვილის და შვილიშვილის ტოლა თაობა დააყენეს. ცოდვები არიან, მათ არავინ არ უთხრა რა მოელის მათ. და ის გმირობები, რომელიც აფხაზეთში იყო ჩადენილი ქართველების მიერ, ეს სხვა ამბავია, ვინ დაიწყოს, მაგას აღარ დაუბრუნდები. ესეც კი მიწოდებული აქვთ დამახინჯებული ფორმით. ყველაფერი საქართველოს ისტორიას ამათმა ისეთი მდგომარეობაში ჩააგდეს, ის მაბატიეთ ახლა არ შემიძლია არ თქვა. იმედან ამოიღესო, პროგრამიდან ამოიღეს მისაღები გამოცდების კომუნისტების დროს ეს ნაწარმოები ხო ისწავლებოდა. ხო ისწავლებოდა. კომუნისტების დროს თუ ისწავლებოდა, მაშინ ვინ გაბედავდა ანტისაბჭოურ, ანტირუსული მასალის და ლიტერატურის სწავლებას და იმის ჩაბარებას. ხო ხვდებით ის თქვა მინდა, ხო? ანუ ყველაფერს გიტრიალებენ და ამას მერე გიმტკიცებენ თეზზე შავზე თეთრს. აი ეს არის გაყალბებული 32 წელი, რომელსაც მოგვიტანა ეს ტრაგედია, რომელშიც დღეს ჩვენ ვართ. ჩვენ ვართ ტრაგედიაში, რომელსაც ქვია თაობებისთვის ტვინის გამორეცხვა და სამწუხაროდ ასაკოვანი ხალხიც ძალიან ბევრი მიემატა ამ ვინც კომუნისტების დროს, საბჭოთა კავშირის დროს, რუსეთის დროს ყვაოდენ ეკონომიკურად, ფინანსურად, ცნობილი რეჟისორები აღარ მინდა ახლა ასაკოვანი ხალხია. დღეს რამ გააგიჟა ეს ხალხი? რამ გააგიჟა, როცა კომუნისტებს აქებდი, დღეს არა მოდაა ბატონო ჩემო. მოდაში აღარ არის რუსეთი. ეხლა ევროპაა
ფერადობაა, მოდა ფერადი ახალგაზრდობაო, რა დროს ფერადი ახალგაზრდობა? პატრონი გამოიცვალეს უბრალოდ თქვათ პირდაპირ მაშინ რუსეთი ან საკავშიროს ეს სისტემა ფინანსებდა დოტაციური იყო საქართველოს. ახლა რომ ნახეს რომ ფული ყოფილა რა საკვირველია ბატონო მიხეილ მანდ მივდივართ, აბა რა თქმა უნდა, ეხლა მთელი ამ წლების განმავლობაში ის დონაციები რაც იყო აი ამ პრინციპში ძირგამომთხელ საქმიანობაში, რასაც ეხლა ესენი ეწევიან, ამით იკვებებოდნენ, კომფორტის ზონა ჰქონდა შექმნილი. მაშინ ხვალ რო შეიცვალო სიტუაცია, ეს ქალბატონი, რომელიც ახლა ჩვენ ვანახეთ, მისი სიმღერა ისევ რუსულად ამღერდება. ხო, ნუ, ნახოთ რა რეალობა საქართველოში, სამწუხარო რეალობა. იმედით ვიყოთ და ცოტა ტვინი გავანძრიოთ. მადლობა, ბატონო მიხეილ, სტუდიაში მობრძანებისთვის. მე ტელემაყურებელს ვეთყვი, ჩვენი სტუმარი გახლდათ პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის თავმჯდომარე მიხეილ ჟღენტი. შევხვდებით ხვალ 16 საათზე. მადლობა ყურადღებისთვის. დიდი მადლობა, ნახვამდის.